გამარჯობა, მე ვარ რუსიკო ყობახიძე, საბჭოთა წარსულის კვლევის ლაბორატორიის მკვლევარი. დღეს მინდა გელაპარაკოთ საბჭოთა პროპაგანდის ერთ ძალიან ეფექტურ მექანიზმზე, ეს არის იარლიყების მიწებება. იარლიყი ძალიან აქტიურად გამოიყენებოდა საბჭოთა პროპაგანდის მიერ და იწვევდა იმ პიროვნების, იმ ჯგუფის სტიგმატიზაციას, ვისკენაც ეს იყო მიმართული. ყველაზე უფრო აქტიური და ყველაზე უფრო გავრცელებული იარლიყი იყო ხალხის მტერი. ჩვენ ვიცით, რომ ამ იარლიყით უამრავი ადამიანი არა მარტო სტიგმატიზაცია ხდებოდა მათი, არამედ გადაასახლეს, ციხეს ჩასვლეს და დახვრიტეს. მაგრამ თავი ის იყო, რომ მათ და მათი ოჯახის წევრებს, როდესაც ეწებებოდა იარლიყი ხალხის მტერი, ჯაშუში, იმპერიალიზმის აგენტი და ასე შემდეგ ტროცკისტი, ისინი საზოგადოების მიერ იყვნენ, ესე ვთქვათ, მოკვეთილები და მათთან ურთიერთობას ერიდებოდნენ, ვთქვათ, მეორე მხარეს გადადიოდნენ, მათი სახში შემოშვება იყო პრობლემა. ასევე სკოლაში, ვთქვათ, ხალხისტრის შვილები განიცდიდნენ საშინელ დამცირებას და ასე ვთქვათ, ეს ძალიან მძიმე ტრავმა მოყვებოდათ ძალიან დიდი ხანი, სანამ არ მოხდა მათი რეაბილიტაცია. ასევე დღეს ქოცების რეჟიმი იყენებს ძალიან მსგავს იარლიყებს, როგორც არის მაგალითად უსამშობლოები, აგენტები, deep state-ის წარმომადგენლები და ასე შემდეგ. ასევე ვხედავთ, რომ რეჟიმი იყენებს ისეთი იარლიყს, როგორც არის გიჟი და მაგალითად ნინო დათაშვილს უპირებდა ფსიქიატრიულ შემოწმებაზე იძულებით გადაყვანას, რამაც ყველას გაახსენა ნაჟდ შამანაურის და საბჭოთა ფსიქიატრიული ტერორის მანქანის მოქმედება. მაგალითად დღეს ვხედავთ, რომ ბატონი იგრაკლი ყობახიძე გიორგი ახობაძეს პირდაპირ სდებს ბრალს, რომ ის არის ნარკომანი, რომ ის მორბს პარავდა ბავშვებს და ასე შემდეგ. ამით ისინი ცდილობენ, რომ საზოგადოებაში მათ მიმართ გამოიწვიონ ზიზღი, სიძულვილი და ასე ვთქვათ, მათი დემონიზება გამოუვიდეთ. ასევე მნიშვნელოვანია, რომ მიუხედავად იმისა, რომ შეიძლება სასამართლომ ისინი გაამართლოს, ეს იარლიყები შეიძლება დიდხანს შერჩეთ მათ. აი მაგალითად მე მახსენდება ერთი ამერიკული ფილმი, როდესაც მასწავლებლებს დააბრალეს მოსწავლეებთან რაღაც სექსუალური კავშირი, შემდეგ ეს ადამიანები გამართლდნენ, მაგრამ ხალხში ძალიან დიდი ხანი იყო მათ მიმართ ესეთი გაუცხოება, მათ მიმართ დისტანცირება და მათ ეს რეპუტაცია ვერაფრით ვერ აღიდგინეს. ანუ ისინი იყვნენ უკვე თავისუფალნი, ისინი იყვნენ გამართლებული სასამართლოს მიერ, მაგრამ ეს ეჭვი, რომ რაღაც შეიძლება იქ ასე არ ყოფილიყო, ეს ძალიან დიდი ხანი გაგრძელდა. ამიტომ აი ეს იარლიყი, როდესაც გვესმის ჩვენ, როდესაც ვხედავთ, რომ სტიგმატიზაციას ახდენენ ადამიანის ან ადამიანთა ჯგუფის, ძალიან ფრთხილად უნდა ვიყოთ და ყოველთვის გამოვიკვლიოთ, რა დგას ამის უკან, ხომ არ არის რამე სხვა ინტერესი და ხომ არ ცდილობენ ამით ჩაკლან პროტესტის ხმა და პროტესტის სული. მაგალითად ეს იარლიყი გიჟი, რომელიც იყო ადამიანის მიმართ გამოყენებული, მათ ძალიან მტკივნეულა ჰქონდათ ეს აღქმული, ვინაიდან დღემდე ადამიანებში შემორჩა აი ეს ფსიქიატრიული დაწესებულების მიმართ, ექიმ ფსიქიატრების მიმართ რაღაცნაირი დისტანცირება და რაღაცნაირი მიუღებლობა ფსიქიატრიული მკურნალობის და დღემდე ეს იარლიყი ძალიან აქტიურად მოქმედებს. ამიტომ სანამ დავიჯერებთ ამ იარლიყებს, სანამ
ჩვენ გავიმეორებთ მას, ან რაღაც დაუგაჭავად ჩავყლაპავთ, მანამდე ვიფიქროთ, რომ რამხელა ზიანი შეიძლება მიაყენოს კონკრეტულ ადამიანს და რაც თავარია, ეს ყველაფერი შეიძლება მოგიტრიალდეთ თქვენს საშუალო სტატისტიკურ მოქალაქევ და თქვენს მიმართაც იგივე იარლიყი გამოიყენონ. თქვენც მოგიწიოთ ამ სტიგმის გადახარშვა, ამ სტიგმის ტარება და დამიჯერეთ, რომ ეს არანაირად არ გესიამოვნებათ. თუ მოგწონთ ჩემი ვიდეოები, შეგეძლიათ მოიწონოთ ჩემი გვერდი, დასვათ კითხვები და ასევე შემოთავაზებები, რა თემაზე გინდათ რომ ვისაუბრო.